ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე აღარ არსებობს. ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი ვენესუელაში, კარაკასში ჩატარებულ სპეცოპერაციას. მოდით ფაქტებს შევხედოთ. 3 იანვარს ამერიკამ ძალის გამოყენებით ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე ნარკოტერორიზმის ბრალდებით დააკავა. პაპუაშვილმა ამაზე ვრცელი პოსტი დაწერა, მაგრამ იცით რამდენჯერ ახსენა ამერიკა? არც ერთხელ. პაპუაშვილი კი ამბობს, ევროკავშირი აღარ არსებობსო, მაგრამ ამ ამბავზე ამერიკის სპეცოპერაციის შესახებ ევროკავშირის 26 ქვეყნის მიერ მხარდაჭერილი განცხადება გამოქვეყნდა. მასში საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის აუცილებლობაზე იყო საუბარი. ვენესუელელი ხალხის ნებისპატივისცემა კვლავ რჩება ვენესუელისთვის დემოკრატიის აღდგენის და არსებული კრიზისის მოგვარების ერთადერთ გზად, ნათქვამია განცხადებაში. იცით ვინ არ შეუერთდა ამ განცხადებას? მხოლოდ ოცნების მეგობარი ვიქტორ ორბანი. აქ საინტერესო სხვა რამეცაა. მადურომ შარშან ოცნების გამარჯვებას სამაგალითო უწოდა. ამავე დროს ვენესუელა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს. ოცნების საგარეო უწყებამ ამაზე თქვა. გამოვთქვამთ იმედს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების შესაბამისადო. რატომ დააკნინა ამ ამბით პაპუაშვილმა ევროკავშირი? დავაკვირდეთ ოცნების ლოგიკას. როცა აშშ მათ აკრიტიკებს, ის გლობალური ომის პარტიაა, მაგრამ როცა ამერიკის ქმედება ევროკავშირის დასამცირებლად გამოდგება, ის აპირისპირებს ამერიკის ძალას და ევროკავშირის უძლურობას. პაპუაშვილი წერს, ჩვენი ამოცანა უცვლელია, დიდი ძალების მიერ ატეხილ შტორმში არ დავაზიანოთ სახელმწიფო და უნებლად მივიყვანოთ უსაფრთხო ნავსაყუდელშიო. თქვენი აზრით, რომელია ეს ნავსაყუდელი? კონსტიტუციით განსაზღვრული ევროპა და ევროატლანტიკური სტრუქტურები თუ? დაგვიწერეთ კომენტარებში.